ისრაელის მსგავსმა ქმედებებმა თურქეთის შეკავების მიმართულებით გამოიწვია ის, რომ ანკარაში დაიწყეს გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკის რევიზია ირანთან მიმართებაში და ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ უცნაური თანამშრომლობა თეირანსა და ანკარას შორის, როდესაც თეირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და სადაც მან ხმამაღლა განაცხადა, რომ რეგიონში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელი. ამის შემდგომ ჩვენ ვიხილეთ ინფორმაცია, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსაც სურს, რომ მომავალში ეწვიოს ირანს ოფიციალური ვიზიტით, რაც იშვიათი შემთხვევაა. თუმცა ბოლო კვირებში გამთავრებულმა მოვლენებმა ირანში შეიძლება ეს ვიზიტი გადადოს, თუმცა როგორც ჩანს, ეს დღის წესრიგში დგას. There is no single principle of international humanitarian law that is not violated by Israel. Israel is trying to implement a strategy of aggression, not only in Palestine, but also in Lebanon, Syria, and Iran. There is a clear pattern here. If left unchecked, this pattern risks wider destabilization. This is exactly what's going on in Syria. Israeli aggression is threatening the fragile peace that Syrian people paid a high price to reach. These attacks are deepening the ethnic fault lines across the region. It should be clear to all of us by now, Israel doesn't want peace, Israel doesn't want stability. ასევე ბოლო დღეების განმავლობაში ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობებში ჰაკან ფიდანმა ბრალი დასდო ისრაელსა და მის სადაზვერვო სამსახურ მოსადს, რომ სწორედ ისინი იყვნენ ამ პროცესების მიღმა და ისინი მართავდნენ ამ სიტუაციას. ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად დაგმო ირანზე პოტენციური თავდასხმა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ირანის სუვერენიტეტი ამ შემთხვევაში არის ხელშეუხებელი პრინციპი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა დაზვერვამ ირანის დაზვერვას მიაწოდა ის ინფორმაცია, რომ ერაყის ტერიტორიიდან, ერაყის ქურთისტანის ტერიტორიიდან რამდენიმე, ასე ვთქვათ, სეპარატისტული დაჯგუფება, შეიარაღებული დაჯგუფება შევიდა ირანის ტერიტორიაზე და ამ ინფორმაციის საფუძველზე ირანელებმა მოახდინეს ამ დაჯგუფებების განეიტრალება.